ფრთხილად იყვნენ არმოსრიალ. ასე ეხმიანება ქართული ოცნების თბილისის მერობის კანდიდატი კახაკალაძე დედაქალაქში 4 ოქტომბერს დაანონსებულ აქციასთან დაკავშირებით ოპოზიციონერი პოლიტიკოსების განცხადებებს. კალაძეს დღეს ანა წითლიძის კომენტარის შეფასებას თხოვეს. წითლიძემ თქვა, რომ განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის 4000 თანამშრომელი საქართველოს ათასობით მოქალაქეს ვერ მოერევა. კალაძე ამბობს, რომ ოპოზიცია დესტაბილიზაცია შეეცდება, თუმცა მათ ამავე დღეს თვითმმართველობის არჩევნებზე ხალხი გასცემს პასუხს. კალაძის რიტორიკას იმეორებენ ოცნების სხვა წარმომადგენლებიც. ფრთხილად იყვნენ არმოსრიალ. აი როგორ შეიძლება შეაფასო ანა წითლიძის განცხადება. რეალურად რისთვისები როგორია 4 ოქტომბერს ვიზეიმებთ გამარჯვებას. ქართული ოცნება გაიმარჯვებს ყველა მუნიციპალიტეტში, გაიმარჯვებს დედაქალაქში, შენარჩუნებული იქნება მშვიდობა, სიმშვიდე და გაგრძელდება ქვეყნის ეკონომიკური განვითარება და წინსვლა. რევოლუციის ვერანაირი სცენარი ვერ გათამაშდება. თუ მათ გონიათ, რომ პროვოკაციის მოწყობით რაიმე მიზანს მიაღწევენ, ძალიან ცდებიან. უბრალოდ მე აქ კიდევ ერთხელ მინდა გავაფრთხილო ის ადამიანები, ვინც შეიძლება ახალგაზრდები განსაკუთრებით რაღაცა ჯგუფი ამ პროვოკაციაში შესაძლოა ჩართონ. იმიტომ რომ როდესაც მე კანონის წინაშე წარდგებიან, Facebook-ზე ტირილი იქნება გვიან. ამიტომ არავინ არ ჩაერთოს პროვოკაციაში. რაც შეეხება მიტინგს და მშვიდობიან აქციას, მაგის უფლება საქართველოში ყველას აქვს. ნაციონალური მოძრაობის წევრმა ანა წითლიძემ დღეს თავისი განცხადება კიდევ ერთხელ გაიმეორა. მისი თქმით, თუ ქართული ოცნება 4 ოქტომბერს ქუჩაში მშვიდობიანად შეკრებილი მოქალაქეების წინააღმდეგ ძალადობას დააპირებს, მაშინ დემონსტრანტები კონსტიტუციით გარანტირებულ თავდაცვის უფლებას გამოიყენებენ. თუ მათ გადაუცდებათ ხელი, რომ მშვიდობიანად გამოსულ საქართველოს მოქალაქეებზე, რომლებიც 4 ოქტომბერს აპირებენ მშვიდობიანად იდგნენ და დაასრულონ რეჟიმი, აქციაზე მოდიან საკუთარი შვილებით და ოჯახის წევრებით, მაშინ ეგრეთ წოდებულმა ხელისუფლებამ და სპეცრაზმა უნდა იცოდნენ, რომ საქართველოს მოქალაქეებს აქვთ კონსტიტუციით განსაზღვრული თავდაცვის უფლება და თავს დაიცავენ. ჩვენ არ მივცემთ შესაძლებლობას იმისი, რომ ერთი საქართველოს მოქალაქე მაინც დაჩაგროს რეჟიმა. 4000 გედედეს თანამშრომელი, რომელსაც არანაირი мотиваცია არ აქვს, საერთოდ განსაკუთრებით ეხლა იმ რღვევის შემდეგ, რაც ქართულ ოცნებაში ხდება, რომ საქართველოს მოქალაქეები დაარბიოს, ვერ მოერევა. 4 ოქტომბერს დედაქალაქში დაანონსებული შეკრების ორგანიზატორი მოძრაობა რუსთაველის გამზირია. ორგანიზატორები ამბობენ, რომ ამ დღეს თბილისის ქუჩებში 100,000-ობით ადამიანი გამოვა, რომელიც ივანიშვილის ხელისუფლებას მშვიდობიანად დაამხობს.